დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებ ძირითად ფერებზე და გაჩვენებთ, რამდენად ბევრი ტონალობა შეიძლება შეადგინოთ სამი ფერისგან. პალიტრაზე დავასხავ წითელს, ყვითელს და ლურჯს. ვიყენებ გუაშის საღებავებს, მაგრამ ეს სისტემა მოქმედებს ნებისმიერ საღებავზე. როგორც გითხარით, პალიტრაზე მისღია ეს სამი ფერი და ალბათ უკვე იცით, რომ წითელის, ყვითელის და ლურჯის მიღება შეუძლებელია, რადგან ეს არის ჩვენი ძირითადი ფერები. როგორც ხედავთ, ფურცელზე აღნიშნული მაქვს 3 რგოლი, სადაც ჩავასხავ ჯერ ამ ძირითად ფერებს და შემდეგ უკვე გაჩვენებთ, რითი რა ფერის შედგენა შეიძლება. დავიწყოთ ყვითელი ფერით. როგორც იცით, ყვითელი ფერი არის თბილი ფერი. ესე ჩავასხავთ ამ ფერს, აუცილებლად ფუნჯის გამოყენების შემდეგ გარეცხეთ, რა თქმა უნდა, ფუნჯი, ოდნავ შეამშრალეთ ხელსაყრელზე და შემდეგ აიღეთ უკვე სხვა ფერი. გადავედით ახლა ლურჯზე და მომდევნო რგოლში ჩავასხავ ლურჯ ტონს. როგორც იცით, ლურჯი ფერი განეკუთვნება ცივ ფერებს. ზოგადად, როცა გინდათ, რომ მარტივად დაიმახსოვროთ ცივი და თბილი, ესეთი სისტემით დაიმახსოვრეთ. რაც გაგონებთ უფრო სითბოს, ცეცხლს, მზეს, ეს ყველაფერი არის თბილი ფერები. ხოლო რაც გაგონებთ მთვარეს, სიცივეს, წყალს, ყინულს, ეს ყველაფერი არის ცივი ფერები. ესე თუ დაიმახსოვრებთ, უფრო გაგიმარტივდებათ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ბევრს ერევა ხოლმე ეს ტონალობები ერთმანეთში. და მესამე ჩვენი ძირითადი ფერი არის წითელი ფერი. ეხლა უნდა გადავიდეთ ფერების შედგენაზე, მაგრამ სანამ ფერებს შევადგენთ, აუცილებლად გამოვცვალოთ წყალი, რომ არ გაგვიჭუჭყიანდეს ჩვენი მომდევნო ფერი. ზოგადად არასდროს არ დაგეზაროთ ხოლმე წყლის გამოცვლა, რადგან ხშირად უჭუჭყიანდებათ ხოლმე წყლის გამო ნახატი, ასე რომ ამას დიდი ყურადღება მიაქციეთ. ესე იგი, ეხლა ყვითელს და ლურჯს შევურევ ერთმანეთში და მივიღებ მწვანეს. მწვანეზე ხშირად დაობენ ხოლმე, რომელ ფერს განეკუთვნება, რომელ ტონს უფრო სწორედ, ცივ ტონალობას თუ თბილ ტონალობას. და ეხლა დღეს ვეცდები, რომ ისე აგიხსნათ ეს თემა, რომ კითხვები აღარ დაგებადოთ. ესე იგი, ყვითელს თუ შევურევ თანაბრად ლურჯს, მივიღებთ მწვანეს. ესეთი ჩვეულებრივი რაღაცა ნეიტრალური მწვანე არის, რომელიც შედგება ცივი და თბილი ფერისგან. აღვნიშნეთ აქ ეს მწვანე. აი ვიდეოს ბოლოსკენ გაჩვენებთ, როგორ უნდა გაარჩიოთ ცივი და თბილი მწვანე ერთმანეთისგან და მოკლედ აღარ გაგიჩნდებათ ზედმეტი კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ახლა გავრეცხოთ ფუნჯი კარგად და გადავიდეთ შემდეგი ფერის შედგენაზე. შემდეგი ფერი გვაქვს სტაფილოსფერი. ესე იგი, ყვითელს უნდა დავუმატოთ წითელი და ამითი მივიღებთ სტაფილოსფერს. ეხლა გადავიდეთ მომდევნო ტონალობაზე და ლურჯს დავუმატოთ წითელი და ამითი მივიღებთ უკვე იასამნისფერს. მივიღეთ იასამნისფერი. ეხლა აქ ძალიან მუქად ჩანს, მაგრამ
უბრალოდ კამერა შეიძლება კარგად ვერ აღიქვავს, მაგრამ მოკლედ იასამნისფერია და ის ლურჯია. ეხლა რო უყურებ, ძალიან მუქად ჩანს კამერაში. კარგად გავრეცხოთ ფუნჯი და ეხლა კიდე უნდა გამოვცვალოთ წყალი, რადგან უნდა შევადგინოთ ისო ფერები და რომ არ გაგვიჭუჭყიანდეს, დავიწყოთ სუფთა წყლით. მაინც მივაწერ, რომელია ცივი ფერი და რომელი თბილი ფერი, რომ უფრო კარგად დაიმახსოვროთ. ესე იგი შეგახსენებთ, რომ წითელი არის თბილი ფერი, ლურჯი არის ცივი ფერი და ყვითელიც არის თბილი ფერი. როგორც გითხარით, ლურჯისგან და ყვითლისგან მივიღეთ მწვანე. მაგრამ ჩვენ ახლა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, გავაკეთოთ კიდე ორნაირი მწვანე. ერთი გავაკეთოთ თბილი მწვანე და ერთი გავაკეთოთ ცივი მწვანე. და ახლა როგორ უნდა მივიღოთ ეს თბილი მწვანე? აი აქ გავაკეთებ კიდე დამატებით რგოლებს, მარჯვენა მხარეს გავაკეთებ თბილ მწვანეს და მარცხენა მხარეს ცივ მწვანეს. ესე იგი, აი ამ ნეიტრალურ მწვანეში თუ დავამატებთ ბევრ ყვითელს, ანუ უფრო თბილ ფერს, ჩვენი მწვანე გამოვა თბილი მწვანე, რადგან აქ უკვე დომინანტი არის ყვითელი ფერი, ჩვენი თბილი ფერი. ამიტომ გათბა ეს ჩვენი მწვანე და მივიღეთ ესეთი ტონალობა. ეხლა ამ მწვანეში თუ შევურავთ უფრო მეტ ცივ ფერს, ანუ ლურჯს, ამითი მივიღებთ უკვე ცივ მწვანეს. ცოტა მოზილონკისფროში გადადის, როგორც ხედავთ, და ეს არის ცივი მწვანე. შესაბამისად, აი რო ამბობენ, რომ თქვა თბილია ეს მწვანე თუ ცივია, თუ ზოგადად მწვანე თბილია თუ ცივი, ხო? ამაზე პასუხი ცალსახა არ არის, რადგან მწვანე არსებობს ბევრნაირი. არსებობს ცივი მწვანე და არსებობს თბილი მწვანე. და დიდი იმედი მაქვს, რომ მარტივად აგიხსენით და ამასთან დაკავშირებით გაუგებრობა აღარ გიქნებათ ხოლმე, იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად ჩემი მოსწავლეები ამ თემაზე დაობენ ხოლმე და მოკლედ ვცდილობ, რომ რაღაცნაირად მარტივად ჩამოუყალიბო ეს თემა. ზოგი ძალიან თავდაჯერებულად აღნიშნავს ხოლმე, რომ მწვანე ცივია, მაგრამ ეს ესე არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ ბევრ ყვითელს დავამატებთ, ჩვენი მწვანე შეიძლება გახდეს ძალიან თბილი. გადავედი ახლა სტაფილოსფერზე და მიუხედავად იმისა, რომ წითელს და ყვითელს როცა მივუმატებ ერთმანეთს გამოდის სტაფილოსფერი, თუ უფრო მეტ ყვითელს დავამატებ, კიდე სხვა სტაფილოსფერი მივიღე, როგორც ხედავთ, და თუ უფრო მეტ წითელს დავამატებ, კიდე სხვა წითელი მივიღე. ამიტომ ამ ერთი ფერისგანაც კიდე ორი ტონალობა გამოვიდა, როგორც ხედავთ. გადავედით იასამნისფერზე და იგივეს ვაკეთებ იასამნისფერზე. ჯერ დავამატებ უფრო მეტ წითელს, რითიც მივიღებ უფრო მოწითალო თბილ იასამნისფერს. იმიტომ რომ იასამნისფერშიც მსგავსი სიტუაცია არსებობს, ცივი იასამნისფერი, სადაც უფრო მეტი არის ლურჯი და არსებობს ცივი იასამნისფერი, კი არა და თბილი იასამნისფერი, სადაც უფრო მეტი წითელია, ანუ უფრო მეტი თბილი ფერია. აი ახლა გავაკეთებ ცივი იასამნისფერს და უფრო ცოტა მოლურჯო ტონში გადავა. აქ ახლა თითქოს ყველა ერთი ჩანს, იმდენად ვერ იღებს კამერა რაღაცნაირად, მაგრამ თქვენ რო სინჯავთ თქვენ ფურცელზე, უკვე მკვეთრად დაინახავთ, რომ ყველა ტონი სხვადასხვა ფერის არის. ესე იგი, როგორც ხედავთ, ამ სამი ფერისგან მივიღე საკმაოდ ბევრი ტონი. რა თქმა უნდა, შემიძლია აი უამრავი ფერი მივიღო კიდე ამ ფერებისგან, განსაკუთრებით თუ შემოვიდან პალიტრაში თეთრ ფერს, ფაქტიურად უთვალავი ფერი შემიძლია მივიღო. და ძალიან ბევრი ტონალობები. მოკლედ, თუ უფრო სიღრმისეულად გაინტერესებთ ეს თემა, მომწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ჩავწერ ამ ფერების თემის მეორე სერიას.